ჩაგელიშვილის ფილმი ცხელი არჩევნები ამჯერად გორელმა საზოგადოებამ ნახა. გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეკრებილებს ფილმი სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელმა მედია ექსპერტმა ია ანთაძემ წარუდგინა. 40 წუთიანი ფილმი 2012 წლის წინა საარჩევნო მოვლენებს ასახავს, რომელსაც პოლიტიკოსები აფასებენ. ფილმის ჩვენებაზე დამსწრეთა შორის იყვნენ კოალიცია ქალთა პოლიტიკური ჩართულობისთვის წევრები. კოალიცია ქალთა პოლიტიკური ჩართულობიდან ვესწრებოდი თავის შეხვედრას. საინტერესო იყო ფილმის ჩვენება, ფილმი მოეწონა ზოგადად, კარგად იყო დაბალანსებული, საკმაოდ ობიექტურად იყო გადმოცემული ის რეალობა, რაც 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში ხდებოდა. ფილმი უდავოდ ობიექტური იყო, დაბალანსებული და ძალიან მძიმე საყურებელი. ფაქტობრივად ყველამ გავიხსენეთ ერთი წლის წინანდელი პერიოდი და ყველასთვის ძალიან მძიმე იყო ამისი მიდევერთხელ ნახვა. ეს გვაჩვენებს იმ სურათს, როგორია საარჩევნო პერიოდი, რა ხდება არჩევნების დროს და არჩევნები არ არის მარტო არჩევნების დღე, წინა პერიოდი არჩევნების დღე და შემდგომ განვითარებული მოვლენები და ის სიმძიმე, რაც ფილმს თავისებურად მაინც ახლავს, უნდა იძლეოდეს შემდგომში იმის საშუალებად, თუ ასეთ ამ ფილმს და ასეთ სხვა ფილმებს ნახავს უფრო მრავალრიცხოვანი აუდიტორია, რომ უფრო სამართლიანი არჩევნების დამკვიდრებისკენ წავიდეთ. ფილმით გამოწვეულ დისკუსიას გორამდე ადგილი ჰქონდა საქართველოს სხვა ქალაქებშიც. თომა ჩაგელიშვილის ცხელი არჩევნები პროექტ მოქალაქე ჟურნალისტის მიერ გამოცხადებული კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია, რომლის მიზანი არჩევნების თემაზე შექმნილი საუკეთესო დოკუმენტური ფილმის გამოვლენა იყო. გვინდა კიდევ ერთხელ გადაგვევლო თვალი, რა წელიწადი გავატარეთ, როგორი არჩევნები იყო, რას შევძელით, რა ვერ შევძელით და ასე შემდეგ გამოვაცხადეთ კონკურსში და კონკურსში გაიმარჯვა წერილობითმა გეგმამ თუ როგორი უნდა ყოფილიყო. ფილმი ორ შემთხვევაში პირველი გეგმის ავტორი იყო თომა ჩაგელიშვილი, მეორეს თამარ ბართაია. მათ გადაიღეს მარსამ მე მგონი ძალიან საინტერესო ფილმი არჩევნებზე. ეს არის ფილმები, რომლებიც პირდაპირ პრევენციულია და გვეუბნება, რომ ეს იყო ის, რაც ჩვენ გავიარეთ და რაც არასდროს აღარ უნდა გამეორდეს ამ ქვეყანაში. ძალიან საინტერესო ფილმია ლოგიკურად, ჯაჭვი ლოგიკურად ვითარდება და ჩემს ყველაზე დასამაცრებელი მომენტი მაინც ის არის, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ელჩები აკეთებენ ასე ვთქვათ განცხადებას არჩევნების სამართლიანი ჩატარების თაობაზე. მე ამ ფილმით ხვდები რა საშინელებას გადავრჩით და როგორც ჩანს ამ ფილმიდანაც იკვეთება საერთაშორისო საზოგადოების როლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს არჩევნები მშვიდობიანად დასრულებულიყო. ფილმის ჩვენების შემდეგ დამსწრეთა მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ ცხელი არჩევნები ოქტომბრამდე უფრო ფართო აუდიტორიამ ნახოს.